ნავთობი გაიაფთა ერთი ბარელის ღირებულება $65. მსოფლიო ბაზარზე არსებულმა ვითარებამ საქართველოში დიდად ვერ იმოქმედა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს რეპორტაჟი მოამზადა ნიკა მოლოდინაშვილმა, რომელიც ეგრეთ წოდებული იაფი ბენზინის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. დღეს არსებული მონაცემებით ერთი ბარელის ღირებულება $65 შეადგენს. ბოლოს ასეთი ფასი 2009 წელს დაფიქსირდა. ექსპერტების შეფასებით ნავთობის ღირებულების შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ოპეკის ბოლო სამიტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საუდის არაბეთის მეთაურობით ნათლად განაცხადეს, რომ მზად არიან შეინარჩუნონ ნავთობის დაბალი ფასი, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთში საკუთარი ბაზრის წილი არ დაკარგონ. ამ მიდგომებში განსაკუთრებული როლი ითამაშა რუსეთისადმი პოლიტიკური სანქციების, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების ფასმა და წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდამ საგრძნობლად შეამცირა, უპრეცედენტოდ შეამცირა ნავთობის ფასი. ლონდონის და ნიუ-იორკის ბირჟებზე უახლოეს პერიოდში ნედლი ნავთობის გაუფასურებას $40-მდე არ გამორიცხავენ. რუსეთის მცდელობა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი ექსპერტების განცხადებით საწვავი საქართველოშიც იაფდება, თუმცა უმნიშვნელოდ და არა თანმიმდევრულად. ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საცალო ბაზარზე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კომპანიებს შორის კვლავ კარტერულ შეთანხმებებს. ადეკვატურად იმავე პროცენტით დროშიც ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ არ ხდება ფასების შემცირება, რა მოლოდინებით შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. ამიტომ არსებობს გარკვეული მოსაზრებები, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ არის კარტელურ შეთანხმებას ხო არ აქვს ადგილი ადგილობრივ კომპანიებს შორის. ბუნებრივია არის გარკვეული კითხვის ნიშნები საქართველოში საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების მაჩვენებელი ცოტა უფრო დიდია, ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე ქსელში ნავთობპროდუქტების ფასის ცვლილება. ნავთობკომპანიების წარმომადგენლები დღეს ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. იმპორტიორთა კავშირში კი აცხადებენ, რომ მსოფლიო ბირჟებზე და საქართველოში ფასების თანაფარდობა ნავთობკომპანიების მიერ არსებულ ნაშთებს და დოლარის კურსის ცვლილებებს უკავშირდება. არსებული მარაგები, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფასით არის შეძენილი და საშუალო ფასის შემდგომ, აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, შემდგომ ხდება უკვე ფასის გამოყვანა საცალო ქსელში და ის რეალური ვითარება და ის რეალური ფასები, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ეს ორი ესე თქვა დაასახოს იმ ტენდენციებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისახებოდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს, მომავალში ფასი კიდევ უფრო შემცირდება. 2012 და 2013 წლის მონაცემებით ნავთობის საშუალო ფასი მსოფლიო ბირჟებზე ერთ ბარელზე $103 შეადგენდა. საქართველოში საცალო ბაზარზე არსებული მაშინდელი ფასი კი $2.15 თეთრიდან $2.30 თეთრამდე მერყეობდა. დღეს კი საწვავის ღირებულება ლარი და 89 თეთრიდან $2.15 თეთრამდე მერყეობს. ექსპერტები ზუსტ გათვლას ვერ აკეთებენ, მსოფლიო ბირჟებზე ფასის თითქმის განახევრების შემდეგ რა უნდა ღირდეს საქართველოში 1 ლიტრის საწვავი. კონკურენციის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ სამსახურს ქვეყანაში ნავთობის ბაზრის კვლევა უკვე დაწყებული აქვს, შედეგი კი 2015 წლის იანვარში გახდება ცნობილი.